მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. დღეს 7 ოქტომბერი 2012 წელი და ვინც თვალყურს ადევნებს ჩვენ გამოსვლებს, მათთვის არის ცნობილი, რომ გუშინ ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი სახელწოდებით ჩემპიონთა თასი, ქართული ბერძნული მეგობრობის თასი. ეს იქნა ჩატარებული ქართული საზოგადოება საქართველოს საბერძნეთის ძალოსნობის ფედერაციასა და ამბელოკიპი მენემენის მერიის ერთობლივი თანამშრომლობით ჩატარდა ეს შეჯიბრი, კომერციული შეჯიბრი, ასე ვიტყოდი შოუ შეჯიბრი, სადაც იყვნენ ასევე მოწვეული ანსამბლი საქართველო, ანსამბლი პირუეტა და ძალიან ნიჭიერი გოგონა ქატია ბუჩენაძე. შეჯიბრმა ჩაიარა ძალიან ემოციურად, იყო საკმაოდ ბევრი დამსწრე საზოგადოება და ყველა კმაყოფილი წამოვიდა ამ შეჯიბრიდან, თითო სპორტსმენებიც იყვნენ ძალიან კმაყოფილი, რომ ასეთი შეჯიბრი საბერძნეთში ვატარებ ასეთი სტილით, ესე იგი ძალოსნობაში ტარდება ეს შეჯიბრი და ასეთი სტილით მარტო ვატარებ საბერძნეთში და ძალიან დაინტერესდნენ სპორტსმენებიც. რა შეიძლება, რა თქმა უნდა აღინიშნოს ის, ვინ გახდა ჩემპიონი და პრიზიორები. პირველ ადგილს დაიკავა დავით ყარადაშვილმა, რომელიც იყო საბერძნეთის ნაკრებიდან წარდგენილი ლონდონის ოლიმპიადაზე, 2012 წლის ოლიმპიადაზე. მან მოიგო პირველი ადგილი და ფულადი ჯილდო, ასევე მეორე ადგილი დაიკავა იორგოს მარტასიდისმა, ევროპის ჩემპიონია ეს და პრიზიორი. და მესამე ადგილი ვლადიმერ ლაზარევმა დაიკავა. და ყველას მოწონება კიდევ მინდა აღვნიშნო, ყველას მოწონება დაიმსახურა და ეს აღვნიშნეთ ჩვენ საბერძნეთის ფედერაციამ, მერიამ და ჩვენმა საზოგადოებამ, ყოველ წელს ჩატარდეს ეს შეჯიბრი, იქნას ტრადიციად და უფრო გავაფართოვოთ მასშტაბები, მოვიწვიოთ ასევე უფრო მეტი სპორტსმენი და ასევე გავზარდოთ ფინანსური დაინტერესება. საპრიზო ფონდი რომ გაიზარდოს, ამაზე გქონდა გუშინაც საუბარი და იმედია ყველაფერი დადებითად გადაწყდება. უნდა აღვნიშნო ის, რომ საქართველოდანაც იყო მოწვეული ძალოსანი, სამწუხაროდ ვერ მოახერხა ჩამოსვლა და იმედია სხვა დროს მოახერხებს და ერთი წარმომადგენელი მაინც იქნება გამოგზავნილი. ამ შეხვედრას ესე იგი უნდა ვთქვა, რომ ამ შეხვედრას ესწრებოდნენ ბერძენი პოლიტიკოსები და სამწუხარო ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად მივედი საკონსულოში და დავაპატიჟე საკონსულოს წარმომადგენელი და კონსული, კიდევ ერთხელ მათ გამოხატეს თავიანთი პოზიცია, რომ მათ არ აინტერესებთ არაფერი ქართული, არავითარი ქართული სახელი, ესე იგი, რომ წინ წამოვიდეს და რაღაც სიამაყის გრძნობა რომ გქონდეს და რაღაცნაირად რომ გვიამაყებოდეს საქართველო და ქართველები, მათ არ აინტერესებთ. მათ აინტერესებთ მარტო სუფრაზე ჯდომა, ხაჭაპურის ჭამა და ღვინის სმა. და სამწუხაროა, როდესაც საზოგადოება აძლევს ამის უფლებას მთავრობის წარმომადგენლებს და დიპლომატიურ კორპუსს, რომ ასე იქცეოდნენ და პასუხი არ მოსთხოვონ. მე ჩემი სკრინა, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიტყვი, რომ ყველა მთავრობებში, წინა მთავრობაც, შემდეგი მთავრობაც და ახლა არ ვიცი ეს მთავრობა რას იზომს, რომ ცდილობდნენ, რომ ქართული კაცის სახელი, აქ საკონსულოვი და საელჩოები ცდილობდნენ, რომ
ქართული კაცის სახელი რაღაცნაირად მიჩქმალულიყო და არ იყო ყოფილიყო წინ წამოწეული. და ამას ყველაფერს აკეთებდნენ ამისკენ. ეს არ ვიცი რას დავაბრალო, ეს არის შური ბოღმა თუ რასთანაა დაკავშირებული, მაგრამ ასე ჩვენ წინ ვერ წავიწევთ და ჩვენ საქართველოს რომელიც ხშირად თითქმის ახლა გაბრწყინება ვერ გავაბრწყინებთ ასეთი მიდგომებით. პირადად მე ჩემგან რაცაა დამოკიდებული ყოველთვის ვაკეთებდი რომ საქართველოს წარმოჩენილიყო მაშინ როდესაც ვიყავი სპორტსმენი 1984 წლიდან საბჭოთა კავშირის სპარტაკიადებზე, ახალგაზრდა თამაშებზე, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებზე და აქაც რო ჩამოვედი საბერძნეთში, ყველანაირად ვცდილობდი როგორც სპორტსმენი და როგორც შემდეგში ორგანიზატორი, რომ გამეკეთებინა ის, რომ გვიამაყებინა საქართველოსი, გვიამაყებინა ქართველებითი, ყოფილიყო რომელი წარმატებული ქართველები, მაგრამ სამწუხაროდ რაღაც მთავრობის წარმომადგენლებს უჩნდებათ, ესე იგი ეს რაღაც წარმოუდგენელი სცენი. და საზოგადოებამ აუცილებლად როგორც აღნიშნე უნდა მოსთხოვოს ამაზე აუცილებლად პასუხი და ის მაგალითად რომ იწერება ახლა საქართველოს გაზეთებში და სხვადასხვა ტელევიზიებში თქმა რომ აი ციხის ჯალათებს უნდა პასუხი მოვთხოვოთ და უნდა გამოვაქვეყნოთ მათი გვარის სახელები, ასევე უნდა ითქვას რომ საზოგადოება მის ადამიანებიც უნდა აღნიშნოს აუცილებლად რომლებიც ცდილობენ რომ არ იყოს წარმოჩენილი საქართველოს და ქართველი ხალხი. და ესენი არიან საქართველოს მთავრობის ჩინოვნიკები და წარმომადგენლები. მოკლედ მე მის მინდა თქვა რომ მინდა ყველას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაუხადო ყველას მონაწილეებს და იქ დამსწრე საზოგადოებასაც რომ მხარდაჭერისთვის და გქონდეთ იმის იმედი რომ ჩვენ ყოველთვის გავაკეთებთ იმას რაც ჩვენი სამშობლოსთვის იქნება კარგი. და ჩვენ ახლა საბერძნეთში ვართ და სადაც ვართ იქ უნდა ვაკეთოთ ქართული საქმე ზუსტად. ძალიან დიდი მადლობა.